მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გზის მშენებლები მიიღო. პრეზიდენტმა მათის პროექტები გააცნო, რომელიც ამ დროისთვის ქვეყანაში ხორციელდება. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ახალი მაგისტრალების მშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალი გზების საშუალებით გადაადგილება მაქსიმალურად მცირე დროში იქნება შესაძლებელი. ქვეყნის პირველმა პირმა გზების მშენებლობაზე დასაქმებული გამორჩეული მუშაკები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. კომუნისტების დროს გზა იყო მეწველი ძროხა ფულის კეთების. ეს გადმოყვა ტენდენცია შევარნაძეს. მე არ მინდა წარსულში ბევრი ქექვა, მაგრამ იცით რომ გზების დეპარტამენტის უფროს შევარნაძის დროინდელს, რომელიც ითვლებოდა მის ყველაზე დიდ მეგობრად და თავად დასაყრდენად 9 თუ 12 მილიონი აღარ მახსოვს ზუსტად მოატანიეს ხაზინაში ვარდების რევოლუციის შემდეგ პენსიების გასაცემად. რაც უფრო უხარისხო იქნებოდა მაშინ გზები, მით უფრო მეტი ფული კეთდებოდა მათ რემონტზე. ჩვენ ახლა ვაშენებთ ბეტონის გზებს 25 წლიანი გარანტიით. ყველა რაღაც შეცდომით დაშვებული იქნა, ზოგიერთი ჩვენი აშენებული გზა შეიძლება გაფუჭდა კიდევაც, მაგრამ რაც უფრო მეც ვაკეთებთ, მით უფრო მეც ვსწავლობთ. ყველაზე ადვილი გზა ფულის მოტეხვის, როგორც გვასწავლა დაუვიწყარვა შევარნაძე, მაგრამ არაფრის კეთება. აი მაშინ ტყდება მართლა ფული. და ფული ჩვენ ცოტა გვაქვს და გვინდა ბევრი გავაკეთოთ. და ამიტომ ფულის მოტეხვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. და თუ ისე ვინმესაც უნდა იმასაც მოტყდება ხელები, როგორც არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს პროკურატურამ. მე არავის არ ვაშინებ, იმუშავეთ გამბედავად და თამამად. და ნურავის ყიყინის ნუ შეგეშინდებათ. იმიტომ რომ ჩვენ მოგთხოვენ პასუხს გაუკეთებელ საქმეებს და არა იმიტომ რომ რატო გავაკეთეთ საქმე. საქართველოში ყოველთვის არის ხალხრობა იცით არ გააკეთოთ ეს საქმე. ყველა ქვეყანაში ასეა, სიახლე არ უყვართ და საქმის კეთებელი განსაკუთრებით უსაქმურებს არ უყვართ. ნაცარქექების და უსაქმურების ჭკუაზე ჩვენ არ ვივლით. ჩვენ თქვით, დავპირით ჩვენ ხალხს და ჩვენ ამ დაპირებას შევასრულებთ.